საქართველოში მყოფი რუსი ექსპერტები შესაძლოა ონიშენკომ უკან მოსკოვში დაიწვიოს. რუსი ექსპერტები საქართველოში ღვინის მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირებას აწარმოებენ. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადება რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა დაავრცელა. ონიშენკოს განმარტებით რუსი ექსპერტები საქართველოდან დაწვევა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან რუსი ექსპერტების მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფა არ შეწყდება და მათ მუშაობისთვის ნორმალური პირობები არ ექნებათ. როგორც ინტერფაქსი იუწყება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარედირა საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც რუსეთში ქართულ ალკოჰოლური და მინერალური სასმელების დაბრუნებას ითვალისწინებს. რუსული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ წინა წლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე აკრძალვას რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა დაფასებდა. ანიშენკომ არ დაგვდო პატივი, არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ის ქართველებს მუქთახურებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა. მაგრამ ჩამოვიდა მათი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი ჩვენი ჩინოვნიკები, ესეთი ჩვენი ღვინის ქარხნის წარმოადგენლები, აკანკალებული ხელებით უსხავენ ღვინოებს, აბა მოეწონება თუ არა და თვალებში შესციცინებენ ჩამოსულ რუს ჩინოვნიკს. რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური, რაღაცა ის სურვილი, რომ რაღაცნაირად ვასიამოვნოთ. ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა, ეს არის ძალიან კონკრეტული კითხვა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა არაფერს კონკრეტულს არ გვპირდებიან.